პრინციპში არ მინდა არც გავაბანალურო ისევ იმ ასე თქვათ ტემპით და ტემბრით დავიწყებ საუბარს, თუმცა მოლოდინი ამის რა თქმა უნდა იყო, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით ვართ და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რთული მოსასმენი არის იმას, რასაც ისმენ, რა თქმა უნდა. რთული საყურებელი არის ისიც, რასაც შეიძლება 5 წლის წინაც ფიქრობდი, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი აქამდე მიიყვანდა, მაგრამ ეს რაღაც პირდაპირ ეთერში ხდება, ნამდვილად არ არის მარტივი. თუმცა ამის მზაობა ერთგვარად რო ვთქვათ, ამის მზაობა ნამდვილად იყო, ანუ გულისხმობ იმას, რომ რეალურად ამას არც შოკი, არც რაღაც დიდი ცვლილება პარტიის თუ კოალიციის შიგნით არ გამოუწვევია, იმიტომ რომ რა კონკრეტული ბრალით რა თქმა უნდა არ ვიცოდით, მაგრამ ის ვიცოდით, რომ მათ ციხეში სანამ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თავზე აზის, არავინ გამოუშვებდა. ხა ემოციურად ვინ როგორ აღიქვა ეს ოჯახის წევრები იქნებიან ესენი მეგობრები თუ რაღაც პოლიტიკური აქტორები ან კიდევ ამომრჩევლები და მხარდამჭერები, ეს მეორე საკითხია. თუმცა მე ყველას უნდა უთხრა და მე ვფიქრობ, რომ თავად ჩვენი დაპატიმრებული ლიდერების გამოხმაურება ამ პოსტებმა ნათლად დაანახა რა დამოკიდებულება აქვთ მათ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როდესაც ისინი ციხეში მიდიოდნენ, რაზე მიდიოდნენ. ანუ ამაზე ჩვენ გვისაუბრია, ანუ არა მხოლოდ ემოციურად, არამედ რაციონალურად განგვიხილავს, რომ ეს მათი 7-თვიანი პატიმრობა არ იყოს შეიძლება 7-თვიანი და გახდეს უფრო მეტი. ამიტომ რომ შევკრათ ასე ვთქვათ, ეს არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი, ამიტომ ეს დიდ დარტყმას, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე პარტიას და კოალიციას გულისხმობ დიცვლილებას ვერ შეიტანს ისე როგორც არაფერი შეუცვლია აკრძალვასა და არაკრძალვას შორის აი ამ რაღაცა ზღვარის დადებას. ჩვენ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით, გულისხმობ როგორც შიგნით კოალიციის შიგნით ამ ერთობის რა ვიცი, აღარც არსებობს ჩვენ შორის სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ რას ეცადა ქართული ოცნება, რომ ახალი გამოარჩია გირჩისა და დროასგან, გირჩსა და დროას მიანიჭა რაღაც თითქოს სხვა მნიშვნელობა, ხო, ანუ არაკრძალვის და ჩვენ სხვა. მაგრამ არც ამას გამოუწვევია, ჩვენ თვლით, რომ კოალიცია მან აკრძალა თავის გირჩიან, დროიან, ახლიანა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერთობა და ეს იყო ძალიან წარმატებული ერთობა მათ შორის, ხო, ამაზე აღარც ვილაპარაკებ. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რასაც ვაგრძელებდით, პოლიტიკური ლიდერები ციხეში, მაგრამ ახალი ლიდერების, ასე ვთქვათ, გამობრძმედა და ადამიანების მიერ პასუხისმგებლობების აღება, რომელსაც გამოსდით ძალიან კარგად, მე ვფიქრობ, მათ შორის გამოსდით ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო, ძალიან კარგად გამოდის. შეიძლება ცოტა ბუნდოვანი ჩანდეს, მაგრამ ახალი ერთობის გამოკვეთა აი ამ პროცესისგან და იმ ხალხისგან, რომელიც ქუჩაში დგას. ანუ გაერთიანების პროცესი კიდევ უფრო მჭიდრო ხდება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის ხალხი, ვინც არ არის ამაში ჩართული, მე გულისხმობ, ვინც აქტიურად არ დადის რუსთაველზე და არ არის აი ამ ერთობის ჩამოყალიბების პროცესში ჩართული, ნახავს, რას ვგულისხმობ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. ვარდნ, როგორ ფიქრობთ, აი წინა პროცედურულად გაქვთ რაიმე ხედვა იმისა, როგორ უნდა წაიყვანოთ პროცესი? ჩვენ ლელოს წარმომადგენლებისგან მოვისმენთ, რომ ისინი საპასუხოს არჩევს ამზადებენ სტრასბურგი, ხო, რაღაც პროცესია, ხო ეს ყველა. თქვენ როგორ ხედავთ? ეს არც ჩვენთან არის გამორიცხული, ამაზე მუშაობენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუნდში არიან ძალიან საკმაოდ წარმატებული ადამიანები ამ კუთხითაც, ხო, ქალბატონი მაია მაგალითად და ანუ ვთქვათ, სამართლებრივად რა წესით და რიგით რა პასუხიც უნდა გაეცეს, ამ მხარესაც გამოვიყენებთ. მათ შორის ნიკა გვარამიამაც დაანონსა, რომ არ გამოტოვებს ამ შანსს, რომ იაროს საკონსტიტუციო სასამართლოში და დაიცვას ის, რაც ყველაზე კარგად იცის. მან ამ მიმართულებით რისი პროფესიონალიც არის. ამიტომ ამ მიმართულებასაც რა თქმა უნდა გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობით, არ თვლით, ასე ვთქვათ, მართებულად რას გულისხმობ, შეიძლება არ ველოდებით იმას, რომ რაიმე არაპოლიტიკურ განდაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ყისიერი შედეგი დადგეს ამის შედეგად, არამედ სამომავლოდ მე დაგროვდეს, ასე ვთქვათ, გამოხმაურებები, ქმედებები და შემდგომში, როდესაც საქართველოში თავისუფალი სასამართლო იქნება, არსებობდეს მტკიცებულებები, რომელიც ამ ადამიანების აი ამ არასამართლიან გადაწყვეტილებებს და სრულიად პოლიტიკურ, სრულიად რუსულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კაფიოდ გამოაშკარავებს. რას ხედავთ პოლიტიკურ მოტივაციად ამ ყველაფერს? რა არის ამ შემთხვევაში ოცნების მიზანი და რამდენ ხანში უნდა რომ ამ მიზანს მიაღწიოს? აი რაღაც მგონი ასეც უნდა დავშვათ კითხვა. კი ბატონო. გაქვთ თქვენი პასუხი? მე ვფიქრობ, რომ ეს გუშინ ადვოკატებმაც გააკეთეს განცხადება და დიტო საზაგლიშვილს აბსოლუტურად ვეთანხმებ
ვეცნობები მე მის კომპეტენციას და შემდგომ აი ამ განცხადებას, რომ აქ არაფერი სამართლებრივი ამ გადაწყვეტილებაში და იმ ტექსტში, რომელიც წაიკითხა პროკურორმა არ არსებობს, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მიზნების გამოხატულება და მოდი პირდაპირ ვთქვათ, აქ დამალული აღარაფერია რა. ამ დოკუმენტს ხო როგორც სამართლებრივ ტექსტს, მაგრამ მოდი პოლიტიკურ ტექსტადაც ვაქციოთ და ვნახოთ რა გვითხრეს, ხო? რაღაც ძალიან მკაფიოდ ჩამოწერეს, როგორც საკუთარი სურვილები, ასევე ის რა არ უნდა ბიძინა ივანიშვილის, ანუ რა არის მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილისთვის. ფაქტი ერთი არის, ეს არის მყისიერი გამოხმაურება იმაზე, რაც ევროკავშირიდან წამოვიდა, ანუ უფრო სწორად იმის გაგრძელება, რასაც თავად ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი იმისაც, რომ ევროკავშირს დაშორდეს საქართველო, ხო? აქ არის ძალიან მკაფიო და მეორე აწუხებთ ძალიან შიდა დელეგიტიმაცია და აი ესეც ისია გრადაცია გაკეთებული, ვის რა სასჯელი, ასე თქვათ, ამას ჩამოხრჩობა, იმას დაჭერა, ეს გრადაციაც ისია გაკეთებული, სადაც მკაფიოდ გაუსვეს ხაზი, რა დონეზეც ითანამშრომლებთ ჩვენთან, იმ დონეზე არ დაისჯებით, ან პირიქით, რა დონეზეც თქვენ ჩვენთან არ ითანამშრომლებთ, იმ დონეზე დაისჯებით. ხო, აი რაღაცა ეს მოცემულობა მივიღეთ, ჩვენ რაც არის ძალიან მკაფიო, ძალიან მოდი პირდაპირ დავარქვათ ქართული ოცნებიდან სწორი გზავნილი. რატო? იმიტომ რომ რა უნდა ქართულ ოცნებას? ქართული ოცნების მთავარი მიზანი არის, ბიძინა ივანიშვილს უნდა იყოს საქართველოს გუბერნატორი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ეს ქვეყანა უნდა ეკუთვნოდეს რუსეთს, ხოლო ბიძინა უნდა იყოს ამ ქვეყნის გუბერნატორი. სხვაგვარად ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ხო, აი ამ ეს მოცემულობა ხო რაღაცნაირად ეტაპისათვის უკვე, ანუ პოლიტიკურად მას უზრუნველყოფს რუსეთი, არ რუსეთს დგას ის და ის ფლობს ამ ქვეყანასთან. ხო, ასეც არის, მაგრამ არ არის საბოლოოდ ამაზე წერტილი დასმული. ანუ სანამ ქუჩაში, აი ნახეთ, აქ აი ბიძინა ივანიშვილმა იცის ერთი რამ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ახლა დრო ბიძინა ივანიშვილზე აღარ მუშაობს. და ამაზე მუდმივად რაღაც ნაწილი მეკამათება კიდეც, მაგრამ ეს ასე არ არის. ის რაც ახლა საქართველოში ხდება, გარდა იმისა, რომ არ არის ჩვენთვის მისაღები, მე ვგულისხმობ ქუჩაში ვინც დგავარ და ამას ვაპროტესტებ და ქართველი ხალხისთვის, ანუ არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის აი ეს მოცემულობა, ანუ წერტილი უნდა დაესვას, ანუ მან თავის ოპონენტებს, თავის მომხრეებს რუსეთში და ამ შემდეგ კაფიო წერილი უნდა გაუგზავნოს ზუსტად ისეთი, რაც გააგზავნა, ნახეთ, გაგახსენებთ რა წერილი გაიგზავნა 1921 წელს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. ამას ვერ ახერხებს ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით. სანამ აქ აი ეს პროცესები მიდის, რაც ახლა ქუჩაში ხდება, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ვერ გაგზავნის წერილს, რომ თბილისის თავზე რუსული დროშა ფრიალებს. მაგრამ ეს მან აუცილებლად უნდა გააკეთოს. თუ მან ეს ვერ გააკეთა, ესე იგი მან აქ ვერ დაამყარა ის, რაც უნდა რომ დაამყაროს, ანუ გულისხმობ აი ესე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ავტოკრატია, რომლის მერეც ერთი დაალაგდება რუსეთთან საბოლოოდ და თავის აი ამ ასე თქვათ, ვისთანაც არის ანგარიშვალდებული, ჩააბარებს ანგარიშს, რომ მან გააკეთა ზუსტად იგივე, რაც გააკეთეს 1921 წელს მისმა ასე თქვათ წინაპრებმა, იდეოლოგიურმა წინაპრებმა, გულისხმობ იმ ხალხს, ვინც გასაბჭოებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს და მეორე, დაიწყებს ვაჭრობას დასავლეთთან, რომ აი მე ვარ აქ წესრიგი, მე ვარ საქართველო, აქ არაფერი სხვა არ ხდება და ახლა მოდით და მელაპარაკეთ მე. რატო? იმიტომ რომ მან იცის, რომ ბოლომდე იზოლაცია არც თავად აწყობს. თუნდაც არ აწყობს, იმიტომ რომ შავი ზღვა, რომელზედაც ამდენს ვლაპარაკობთ, მათ საქართველოს რომელიც საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი განვითარებისთვის და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ, ხო, ეს რაღაცა ჩვენი ძალაუფლება აი ამ შავ ზღვაზე, ხოლო რუსეთთან დაკავშირება ჩვენ ამას გვაკარგინებს სწორედ. მეორე მხრივ ეს შავი ზღვა მას აინტერესებს შავბნელი საქმეების საკეთებლადაც, ანუ შუა დერეფანი, რომელიც არის საქართველოს კეთილდღეობის საწინდარი, ასევე ბიძინა ივანიშვილის შავბნელი საქმე და ვნახეთ ჩვენ ეს ფული, კიდე რაც არ ვნახეთ ასე შემდეგ. ამიტომ ბოლომდე დასავლეთისგან იზოლაცია საბოლოო ჯამში არც ბიძინას აწყობს. ამიტომ ის მიდის ვაბანკზე, რომლის მიხედვითაც ერთი, მან თბილისის თავზე უნდა აღმართოს წითელი დროშა, დაადგინოს ის, რომ აქ არის ძალაუფლება ერთადერთი და უალტერნატივო, რომლის საფუძველზეც მერე დაიწყებს ვაჭრობას დასავლეთთან, რომ მას ელაპარაკონ. ანუ აღიარონ როგორც ავტოკრატი, მაგრამ ელაპარაკონ. აი ეს უნდა ბიძინა ივანიშვილის და ამ განცხადებაში სწორედ ეს გამოჩნდა. მყისიერი რეაქცია სწორედაც იმიტომ და ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ გაუგზავნა საპირისპირო გზავნილი. ლაპარაკებით ალიევს. რატომ ლაპარაკებით მე? რა თქმა უნდა, ხო, ახლა მაგალითად ბელავიას მოუხსნეს რაღაც ბელარუსს შეხვედით ვაჭრობაში, რომ ის გამოუშვა პოლიტპატიმრები, თქვენ რაღაცა გავუკეთეთ. ასევე ასეთი მიმოცვლა უნდა. და ეს არ იყო ის მოდელი, რაზეც საქართველოს
როგორც საქართველოს ურთიერთობა და დასავლეთთან, ხო? ეს არის აი ყველაზე ბოროტი ნაწილი ეს არის, რომ ასე ხედავს ამას. თავის საკუთრება არის, მაგრამ ასე ელაპარაკება რა დასავლეთს. ძევლების თან არ მალავს. ხო, არ მალავს ხა ყველა ასე ვთქვათ, რომ გადახედოთ ამ ის ყველა იშვიათ, მაგრამ გამოსვლებს სატელევიზიოს პირდაპირ ამბობს, რომ მისი ფული, მისი ოჯახი, მისი სიმდიდრე ეს არის მთავარი საზრუნავი და იმის მიხედვით იღებს ყველა გადაწყვეტილებას და ყველა დანარჩენი არის იმის ინსტრუმენტი, მათ შორის მთლიანად საქართველოს ქართველი ხალხი, საქართველოს წარსული, საქართველოს მომავალი, ქვეყნის ბედი, ტრადიციები, ყველაფერი არის მისთვის ინსტრუმენტები იმისათვის, რომ აი ეს საკუთარი ქონება, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა, პირადი უსაფრთხოება უზრუნველყოს და ივაჭროს ამით. ამიტომაც ყავს ციხეში პოლიტპატიმრები, ამიტომაც ზრდის მათ რაოდენობას, რომ ესეც ინსტრუმენტებად უნდა აქციოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ნახავ ერთი წლის თავზე, რომ ჩვენ გაგვიმართლა ერთ რამეში, რომ არავინ საქართველოში ბიძინა ივანიშვილთან არ ითანამშრომლა. არ ითანამშრომლა, მე არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტპატიმრებს, პოლიტიკოსებს, ანუ ჩვენს ლიდერებს, რომლებიც არც ერთი ნაბიჯი არ გადადგეს თანამშრომლობაშთკენ, არც იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ შევიდნენ პარლამენტში და ასე შემდეგ, არამედ უბრალო აი ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც საქართველოს მომავლის გადასარჩენად ქუჩაში დგანან, ერთი ნაბიჯი არ გადადგეს და უკან არ დაიხიეს თანამშრომლობაზე. ხო ვერ დავძრახავდით იმ ადამიანებს, ვისაც 8 და 9 და 10 წელი ეკუთვნოდათ ციხე თუ უпростоრად ემუქრებოდათ ციხე, მათ რაღაცა ფორმით თავი დაეხსნათ ამ ციხეებიდან, არც ერთმა მათგანმა და ეს ვერ მიიღო. ამიტომ ახლა არის ის პოლიტპატიმრეს რა უნდა უქნას, ხო, რაღაცა, ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება რომ გამოიყენოს, ეს არის ისევ ის სავაჭრო ინსტრუმენტად აქციოს დასავლეთთან, რომ მოდი ამას გამოუშვებ ეს მომეცი, ამაზე დამელაპარაკე, ამას გამოუშვებ და ასე შემდეგ. მეორე მხრიდან არ მოდის ეგ სიგნალი. რას ელოდება? შესაბამის მომენტს ელოდება ივანიშვილი, როდესაც ეგ სიგნალი მოვა, იმიტომ რომ არ მოდის ფაქტია მეორე მხრიდან. ანუ არ დადგა ივანიშვილის საჭიროება. შუა დერეფანზე ელაპარაკე, ამ შუა დერეფანზეც ახლა სულ სხვა ხედვა არსებობს. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან დაალაგდნენ, გახსნეს უკვე საზღვრები ერთმანეთთან, თუ ვინმე საქმეთთვის გატარება მოუნდება მომავალში აიმე დიდის და დიდი პროექტს ამოიწყება, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს იდეები წავა აქეთ ამ კორიდორზე და არა საქართველოში. თქმა უნდა და მოდი ვნახოთ ძალიან კარგად აჩვენებს ბოლო შეხვედრები ამერიკაში. შუა აზიის ქვეყნები ჩავიდნენ, ყაზახეთთან ურთიერთობებს ამყარებს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ყველაფერი ხდება აბსოლუტურად უჩვენოდ. არ დაიჯეროს არავინ, არ არსებობს რაღაც ალტერნატივები. ყველაფერი საქართველოს კეთილდღეობის და შავი ზღვის გამოყენების, იგივე შუა დერეფნის გამოყენების არის დამყარებული იმაზე, სად ვიქნებით ჩვენ. ჩვენ თუ ვიქნებით რუსეთის გუბერნია, არავინ ჩვენ აღარ დაგველაპარაკება და სწავლენ და დაელაპარაკებიან პირდაპირ რუსეთს, რომელსაც ასევე აქვს ეს შესაძლებლობა, ხო? სარკინიგზო გზით მიიტანოს შავ ზღვამდე და მერე თვითონ გაიტანოს ევროპაში. რაღაცო დაგელაპარაკება შენ რუსეთის გუბერნიას, როგორც იყო ცარიზმის პერიოდში, სხვა არავინ დაგელაპარაკებოდა შენ რაღაც საერთაშორისო მასშტაბებზე ელაპარაკებოდნენ ცენტრს. ისე როგორც საბჭოთა პერიოდში ვინ დაგელაპარაკებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ამ მასშტაბებზე და შავ ზღვაზე ელაპარაკებოდნენ მოსკოვს. ახლაც ასე იქნება. უფრო შორსაც წავიდეთ, გარდა ზანგეზურისა, ინდოეთს რატო არავინ ახსენებს? ინდოეთმაც დაიწყო უკვე მცდელობა იმის, რომ მატარებლით მიიტანოს და თურქეთს დაუკავშირდეს და ისე გაიტანოს ევროპასთან. ალტერნატივები ბევრი არსებობს. ერთადერთი გადარჩენა არის ჩვენ სად ვიქნებით. აი ფუნქცია რა იყო, მეგობრებო, ჩვენი აგიოგრაფიიდან მოყოლებული, ხო, ყურესამა ქვეყნისასა, ეს ხომ ტყუილ უბრალოდ არ არის. ეს დნმ-ის დონემდე დასული ფუნქციაა საქართველოსი. ანუ ყოველთვის რაზეც იდგა, ანუ განაპირა გოდოლი, რომელიც იყო ცივილიზაციური, ევროპული დასავლური, რასაც მე დასავლეთ ევროპა დაერქვა, ქრისტიანული ცივილიზაციის ბოლო ნაწილი. თუ ჩვენ ამ ფუნქციას დავკარგავთ, ეს დააკარგვინებს საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც. რატო? იმიტომ რომ სწორედ აი ამ ცივილიზაციურ ფუნქციაზე დაეფუძნა აქ სახელმწიფოს ჩამოყალიბება საქართველოში. ხო ასეა? კარგავდით თუ არა ამ ფუნქციას, ვიქნებოდით თუ არა რომელიმე დიდი იმპერიის ნაწილი, ჩვენ უბრალოდ ვარსებობდით და არ ვითარდებოდით და ახლაც სწორედ ეს უნდათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს არც საქართველოს წარსული, არც საქართველოს ტრადიცია, არც ქვეყნის მომავალი. არსებობს ერთადერთი რამ, მოპარული დაგროვილი ფული, რომელიც არის შავბნელი, ის იქცეს მისი უსაფრთხოების შესაძლებლობა და ამის გულისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაყიდის აბსოლუტურად ყველაფერს და გამოიყენებს ყველაფერს მათ შორის საქართველოსაც იმისათვის რომ იყოს უსაფრთხო და თავი იგრძნოს უსაფრთხოდ.